გარემო სადაც ცხოვრობთ. სუნთქავთ. მოძრაობთ. დავიცვათ, რათა ვიყოთ დაცულნი. ყოველ ხუთშაბათს 13 საათზე. ეკომედია სოფო ძიგუასთან ერთად. მოგესალმებით ძირფასო რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათია და რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერშია პირველ საათზე ჩვეულებრივ გადაცემა ეკომედია, მეგახლავართ გადაცემის წამყვანი სოფო ძიგუა და ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდებით, ძალიან საინტერესო სტუმრობით, ასევე დღევანდელი თემა შეეხება ცხოველთა უფლებებს, რომელიც დღესდღეობით ისევ აქტუალური რჩება ჩვენს ქვეყანაში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, რომლებიც მრავალი წელია იბრძვიან სწორედ ცხოველების გადარჩენაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ქალბატონი თინა ჭავჭანიძე, ცხოველთა უფლებების კომიტეტი, ფსიქოლოგი, ვახტანგ მამალაძე, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი, ვეტერინარი ექიმი და მარიამ გორგოშიძე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის წარმომადგენელი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი სტუმრები დღეს და ვსაუბრობთ ასე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მოვიტყოდი, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ არ ვიცი, ჩემი პირადი მოსაზრებაა, ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ასე ვთქვათ იმდენად ჰუმანური დამოკიდებულების ცხოველების მიმართ, როგორც ეს თუნდაც სხვა ქვეყნებში ხდება. მოდი პირველ რიგში დავსვამ ესეთ შეკითხვას, როგორც ვიცით, იანვარში თბილისში ცხოველების აღწერა დაიწყო, რომელიც ქუჩებში კატებისა და ძაღლების დაცვას ითვალისწინებდა. ქალბატონო თინა, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? ნამდვილად მივესალმები ამ პროცესს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ გინდა იცოდეთ რა პრობლემასთან გაქვს საქმე და რა ზომის არის ეს პრობლემა, პირველ რიგში უნდა დაითვალო. ეს არასოდეს არ მომხდარა მანამდე და სრულიად ზეპირსიტყვიერად მოდიოდა საიდანღაც ეს ციფრები. ეხლა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დაცვა მოხდება და გვეცოდინება ზუსტად რა ზომის პრობლემასთან გვაქვს საქმე. აი მხოლოდ ამის მერე შეიძლება განსაზღვრა იმისი, რამდენი დასჭირდება სახელმწიფოს თანხა, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას და რა გზები უნდა. ეს პროცესი მხოლოდ დათვლას ითვალისწინებს და არც გადაყვანას სიტყვაზე ვთქვათ შესაბამის თავშესაფრებში და მკურნალობას რას ითვალისწინებს და ვინ აკეთებს ამას? 1 იანვრიდან შეიქმნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. მერიის, ხო? დიახ, მერიასთან არსებული, რომელსაც ეს პრობლემა დაევალა. ჩვენ ძალიან ვცდილობთ ვითანამშრომლოთ მათთან და მივიტანოთ მათ ცნობიერებამდე ის, რომ არსებობს ევროსტანდარტები და ევროპაში მიღებული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. დაცვა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ რეგისტრაცია მოხდეს პატრონიანის უსახკაროს დაცვა და აქედან გამომდინარე პრობლემის მოგვარება. ეხლა კიდევ ერთი რაც დაცვას უნდა მოყვეს, აუცილებელი რეგისტრაცია. ეს პასპორტების თემა შეეხება? პასპორტების თემასაც? იმედი მაქვს, რომ კი, ჩვენ მოთხოვნებში უკვე ბევრი წელია დევს სავალდებულო ჩიპირება პატრონიანი ძაღლების და რა თქმა უნდა გამრავლებლების და ბიზნეს ოპერატორების, იმიტომ რომ ზუსტად მათგან მოდის ძირითადად ის რაოდენობა ძაღლების, რომელიც მერე რატომღაც აწუხებს მოსახლეობას, მიუხედავად რომ ეს მათი ბრალი არ არის რომ დაიბადონ. გასაგებია, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამდი თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით, თუ მარტო თბილისში ხდება ეს დათვა ამ ძაღლების და კატების, თუ სხვა რეგიონებშიც თუ გაქვთ ინფორმაცია? მარტო თბილისში ხდება და მე მგონია რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ვინაიდან თბილისი ეს არის გახსნილი ტერიტორია, შემოდინება ხდება აუცილებლად ცხოველების იმ ადგილას, სადაც არის საკვები და თუ კი სხვა რეგიონებში არ მოხდება მათი დაცვა და სტერილიზაცია და ასევე აღრიცხვიანობა პატრონიანი ძაღლების, ეს პრობლემა მაინც ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ ძაღლი ეს გადაადგილდება იქ, სადაც არის საკვები. ამიტომ მე მგონია რომ ეს უნდა ყველა რეგიონში მმართველობას შეეხოს, თუმცა კიდევ მინდა დავამატო, რომ უმეტესი ქალაქების თვითმმართველობას ერთადერთი რაც გონია გადაწყვეტა ეს არის ხოცვა და ხოცვა სრულიად უმოწყალოდ გასაგებია. ბატონო ხოცვა ახსენე ქალბატონმა თინმა ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვხედავდით მსგავს ფაქტებს ქუჩაში პირდაპირ, სადაც სასტიკად ეპყრობოდნენ ცხოველებს. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება თუნდაც საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურებიდან?
მოგესალმებით. თუ ჩვენ გავიხსენებთ იმ პერიოდის, როდესაც ნუგზარ ბოლქვაძე დებიუტი, რასაც ვანდალ აქცია ეწეოდა, ისინი უმოწყალოდ კლავდნენ ცხოველებს, სხვა მაშებით, არანაირი ცივილიზებული მეთოდებით ევთანაზიასაც კი არ უტარებდნენ და ასე მწვალებლურად კლავდნენ ეს ბავშვების, ხალხის თვალწინ, რაც ეს რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად ძალიან უარყოფითად მოქმედებს ყველასზე. მაგრამ დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ცოტა საზოგადოებამაც ამოიღო ხმა, მეტი ტოლერანტიზმი ჩაინერგა მოსახლეობაში, მაგრამ დღესდღეობით რა თქმა უნდა არის მაინც დარღვევებს ხავს ადგილი. ქალაქებში ცხდება თუ უფრო ქალაქებში ცხდება, სოფლებში ცხდება, სხვა შორის ახლა მიგე დღეს 2-3 დღის წინ თერჯოლაში მოხდა ესეთი მოსახლეობის მხრიდან მოხდა, მოსახლეობამ ჩაყარა 5-6-მდე ძაღლი მაში მღვიმეში, წარმოიდგინეთ 20-30 მეტრის სიღრმის მღვიმეა, სადაც ძაღლი ვერანაირად ვერ ამოვიდოდა იქიდან. რომ არა აქტივისტები, რომ არა ცხოველთა მოყვარულები და დამცველები და თუნდაც ალპინისტები, ნამდვილად იმ ცხოველებს ვერ ამოიყვანდა იქიდან. ეს იყო ნამდვილად საზოგადოების გამოღვიძება კიდევ ერთხელ, რომ მაინც შეიცვალა მოსახლეობაში მსოფლმხედველობა ამ ცხოველების მიმართ, რომ ნამდვილად ცოცხალი არსება, რომელსაც ჭირდება ჩიტკომა, დახმარება და ასე შემდეგ. რაც შეეხება დაძინება მაინც ხდება მუნიციპალურ თავშესაფარში, თუნდაც თბილისში. ნუ აქ მეეკუთვნება რაღაც გარკვეული ნუსხა არსებობს დაავადებების, რომელიც კიდევ გასაკონტრებელია, მაგალითად ლეიშმანიოზიან ცხოველებს ისინი აძინებენ. მიაწერენ კიდე დავუშვათ რომ თვითონ ცოფიანი არის, ეს კიდე გამოსაკლევი ასე არ ხდება, იმიტომ რომ თუ ცხოველი ცოფით დაავადებული ის მეათე დღეს ისედაც კვდება, ასე რომ მისი დაძინება არასწორია და არ შეესაბამება სისტორეს. და შემდგომში ხდება მის ლაბორატორიულად დადგენა, რომ ის ნამდვილად ცოფით მოკვდა თუ სხვა დაავადებით. დღეს თუ ხდება ის საქართველოში ახალი როგორც ხდება არის რაღაც გარკვეული დარღვევები არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ მეტნაკლებად უფრო რაც ესეც სასიხარულო და სასალმებელი რა თქმა უნდა. გასაგებია მარიამ, ჩვენ როგორც ცხოველთა ესე ვიტყვი კიდე რომ უფლებებთან ცოტა გაქვს ურთიერთობა ცხოველებთან. ხშირად მსმენია შენგან ცხოველთა ორთაბრძოლების შესახებ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით. რა ინფორმაციას ფლობ ამის შესახებ დღესდღეობით კიდევ გრძელდება თუ არა მსგავსი ფაქტები და კანონი ამასთან მიმართებაში რა მდგომარეობაში? ისიც არის იანვარში იყო როგორც ვიცი ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც აჩხუბეს ცხოველები, ძაღლები კონკრეტულად. მას შემდეგ სიმართლე გითხრათ ვიდეო არ მინახია, იმიტომ რომ არ ვუყურებ ხოლმე მსგავს რამებს. გავიგე ინტერნეტით, Facebook-იდან. კანონს რაც შეეხება, კანონი ცხოველთა დაცვაზე არსებობს, მაგრამ არის უფრო გასაძლიერებელია ამ მხრივ ეს კანონი, რადგან დღევანდელი სიტუაციით თუნდაც პატრული რომ გამოვიძახოთ, თუნდაც ნებისმიერი ორგანო არანაირად არ დგება ხალხის მხარეს, არანაირად ცხოველებს რეაგირება არანაირი არ ხდება ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს მუხლები უნდა წამოიწიოს წინ, რადგან ნენელა უკვე ჩადგება წყობში ყველაფერი. ჩხუბსაც შეეხება, რამდენადაც გავიგე Facebook-იდან, თურმე ქართული ტრადიცია და ადათ-წესი ყოფილა. კი ბატონო, არის მსგავსი რაღაცები, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ეს არ მოხდეს, როგორც აი ორი ადამიანი დააყენოთ და დანამისცეთ ხელში და აჩხუბოთ. რა მოხდება შედეგად? ან ერთი ან მეორე, რა თქმა უნდა, მოკვდება, ხომ? აქედან გამომდინარე, მივესალმები უბრალოდ ალიკაპია უკრან ხო შეიძლება ძაღლებს და ისე აჩხუბან, თუმცა არც ეს არ არის ნორმალური. ესეც ფსიქიკაზე უამრავი ბავშვი ხედავს ამ ყველაფერს, იყო ვიდეოები ტელევიზიამაც გადმოსცა თუ არც ვწდები ვიდეო, სადაც ბავშვებიც დგანან და ბავშვებიც უყურებენ ამ სცენას. გასაგებია, ცალკე თემა საინტერესოა ალბათ, რამდენად აუცილებელია საერთოდ ცხოველთა ორთაბრძოლები, როდესაც ადამიანები იმართლება, აი კავკასიურზე იყო ესეთი შემთხვევა, ბატონო ხა თქვენ ალბათ უფრო გეცოდინებათ ამის შესახებ, რომ რამდენად აუცილებელია იმისათვის, რომ ძაღლი გაწვრთნა, ესე ერთმანეთში აჩხუბო. და რატო არის ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილი? ეს არ არის ტრადიციის ნაწილი, ეს არასწორია და არ შეესაბამება რეალობას. ჯერეთი ჩვენ კავკასიურ ნაგაზები თვითონ ორთაბრძოლით არ მოვიდნენ დღევანდელობამდე ისინი რა თქმა უნდა გადარჩევის ძირითადად ისინი ეს არის მეცხვარე ძაღლია რომელიც იცავს ხვარს ფაქტიურად მთაში და ის იცავს მგლისგან დაცებელი ცხოველისგან რომ და ამ ორთაბრძოლაში მათ ორთაბრძოლაში სკიბელურ ცხოველთან ბრძოლით მოხდა მათი
ჯიშობრივი ჩამოყალიბება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ჩამოვიყავთ კავკასიური ნაგაზი თბილისში, ფარეხში, ავტოფარეხში დავამწყდიოთ, ვამყოფოთ იქ, მე უცებ ვაჩხუბოთ, მე ისევ სიბნელეში ვამყოფოთ და ამით მე ლეკვების რეალიზაცია, ეს ისინი კავკასიური ნაგაზის მფლობელები ასე იძახიან, ეს არის ერთგვარი ტესტი, რომ თუ დაღლმა მოიგო, გაიმარჯვა, ესე ის კარგ გენეოლოგიას წარმოადგენს და ამით ძვირად შეუძლიათ მე რეალიზაცია გაგიდონ. სწორედ აი ეს ინტერესი მდევს ამაში და არა სხვა ფაქტორი. ასევე საწყენია ძალიან, როდესაც მონასტრებიდან კავკასიურ ნაგაზებს მაგათ აქვთ ამრავლებენ, რა თქმა უნდა, ჩამოყავთ მე თბილისში, ისინი თვითონ მამაოები, სამართალდამცველების თანამშრომლები, თვითონ პოლიციელები ამრავლებენ, ამ ბრძოლებში ღებულობენ მონაწილეობას, თვითონ ორგანიზებასაც უკეთებენ, არა ფორმალურად რა თქმა უნდა, და მე შემდგომში ხდება მათი გაღიდვა. აქ ეს არის არასწორი, ეს არის დანაშაული, ეს არის კრიმინალი. ჩვენ ქალბატონ თინასთან საუბრობდით ამ თემაზე, სანამ აქ შემოვიდოდით, რომ ეს ნამდვილად ეს არის ჯგუფური კრიმინალი მთლიანად და ეს უნდა იყოს დასჯადი და უნდა ისაჯოს სააბსოლუტოდ ყველა. თბილისის ზღვაზე როდესაც იყო ეს ორთაბრძოლები, თქვენც ბრძანდებოდით, მაშინ ქალბატონ თინა ჩვენ ყველა ვიყავით და ყველა სასწაული ის იყო, რომ პოლიციამ ახსნა განმარტება არ ჩამოართვა არავის. ამ პატრონებს არავის ისინი მოვიდნენ დაშალეს. რატო რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? სამართალდამცველების არასწორ ქმედებასთან. ეს არის დამოკიდებულება თვითონ. როდესაც ფაქტია და ორგანიზებული ესე ორთაბრძოლები იმართება, უკვე დაირღვა აქ სისხლის სამართლის კოდექსი, ხო? ესე იგი ცხოველს არავინ არ ეკითხება, უკვე სიანს ვაყენებ ჩვენ ცხოველებს, აქ შეიძლება ცხოველი ორთაბრძოლის დროს მოგდეს კიდევაც სხვა სტრესი მიიღოს თუნდაც ფსიქოლოგიური. ამან შეიძლება გასაგებია. ქალბატონი თინა ჩვენ ზოგადად ვისაუბროთ კანონი თურმე არსებობს, მაგრამ ამას ჩვენ ეფექტური არ არის ასე ვთქვათ. რომელი კანონის, რამერი ტიპის კანონი არსებობს ჩვენთან, იმისათვის რომ ცხოველთა უფლებები იყოს დაცული, თუნდაც აი ორთაბრძოლების შესახებ, რომელიც კრძალავდეს, არსებობს ასეთი კანონი ჩვენთან? კითხვით არსებობს 259 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ცხოველთან სასტიკი მოპყრობა ისჯება, მაგრამ არ არის ჩამონათვალი, არის თუ არა, აი გააქმედება არის სასტიკი მოპყრობა, რომელსაც მისი სიკვდილი გამოიწვია წერია. ანუ ზოგადია. მნიშვნელოვნად ორთაბრძოლა ეს არის სასტიკი მოპყრობა. ამიტომ მე მგონია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს ეს, ოღონდ რა თქმა უნდა კანონში შესწორება უნდა შევიდეს, რომ გარკვეულად იცოდეს ყველა, რომ ორთაბრძოლა არის სასტიკი მოპყრობა. ეს ერთი, მეორე თბილისის ტერიტორიაზე აკრძალულია ცხოველთა ოფიციალების გამართვა მიუხედავად ამისა მაინც იმართება და მესამე კიდე მე მინდა ვთქვა აი ამ ტრადიციის შესახებ. იცით რა არის ჩვენ ზეზვა და მზიას მერე კაცობრიობა გაიარა ძალიან გრძელი გზა და ზუსტად იმიტომ გაიარა რომ რაღაც ღირებულებები ჩამოგვეყალიბებინა ხო ძალიან ბევრი როგორ გითხრათ ველური ღირებულება და ტრადიცია არსებობდა ოღონდ ეს ტრადიციები რაღაცნაირად უნდა გადავდოთ გვერდზე იმიტომ რომ ეს აღნიშნავს ყველაფერი შეინარჩუნო ამ ქვეყანაზე თუნდაც ავიღოთ მაგალითად ესპანეთი რომელიც ცნობილი იყო კორიდით და ამას უამრავ ტურისტსაც იზიდავდა და მე არ შემიმჩნევია რომ ძაღლების ორთაბრძოლა ტურისტის იზიდავდეს მიუხედავად ამისა თანდათან რამდენიმე კანტონმა თქვა უარი ესპანეთში და ესპანეთში ეს მალე აღარ იქნება სანახაო ისე რომ მე არასოდეს არ ვიტყვი რომ თუ ქართველი ვარ ეს ნიშნავს რომ მე ტრადიციას ვაგრძელებ და ვაჭუბებ ცხოველს ალბათ ჯობია ვთქვათ რომ მე ქართველი ვარ მაშასა და მე ევროპელი ვარ და ევროპაში სხვანაირად ხდება ვიდრე ეს გასაგებია. ბატონო ახო, პატრონ ძაღლების თემას და კატების თემას მინდა დავუბრუნდე, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ შემცირდა უპატრონო ძაღლები და კატები, ჩვენ მაინც ვხედავთ და კატები განსაკუთრებით ვხედავთ ქუჩაში უპატრონო ცხოველებს. რასთან გვაქვს საქმე? ხომ არ ფიქრობთ, რომ თუნდაც ეს არის თავშესაფრების ნაკლებობა? ქალაქში ქვენ საერთოდ მე მინდა მოგახსენოთ რომ თავშესაფრის ფუნქცია არ არის ის რომ დავამწყდიოთ ყველა ცხოველი გამოვამწყდიოთ ციხეში და ვამყოფოთ იქ მთელი ცხოვრების განმავლობაში. თავშესაფრის ფუნქცია არის ფაქტიურად მოხდა ვაქცინაცია ჯერ საკარანტინო პერიოდი, შემდგომში ვაქცინაცია, სტერილიზაცია, მათი დაბრუნება ისევ იქ სადაც ისინი იყვნენ. რა თქმა უნდა ეს უცებ არ ცვლის ვიზუალურად რო შევხედოთ ესე იგი ქუჩაში არსებულ ცხოველების რაოდენობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ცივილიზებულად ხდება მათი შემცირება, ისინი აღარ მრავლდებიან, ისინი აგრესიულები აღარ არიან, ისინი მოსახლეობას ზიანს ვერ მიაყენებენ ვერანაირად, რადგან იმათ თავისი ფირკა, ისინი რეგისტრირებულები არიან, ვაქცინირებულები არიან და მათ შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არსებობს. ყოველ შემთხვევაში თავშესაფრის ბაზაში, მაგრამ
იცით რა, დრო ჭირდება რომ შემცირდეს რაოდენობრივად, მაგრამ თუ ჩვენ ისევ რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია არ დაინერგა, ისევ და ისევ იმიტომ რომ ეს ქუჩაში ძაღლები ასე არ ჩნდებიან, ის მას ყავდა პატრონი, რომელმაც დაუშვათ არ მოისურვა შემდგომში მისი ყოლად, გამოაგდო ქუჩაში, მაგრამ ოდესაც ჩიპირებული იქნება ცხოველი, აქ უკვე ჩანს აშკარად უკვე რომ ესე იგი მას ყავდა, იმათ დაარღვია კანონი, კანონის რეგულაციაა საჭირო ზუსტად და დაჯარიმდეს უნდა ის ადამიანიც გამოაგდო ცხოველი გარეთ, რომ აი ეს მექანიზმი უფრო გამოსწორებს სიტუაციას პოპულაციურ მართვასთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ მაგათ ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენ გვაქვს კლინიკა, ჩვენ მუშაობთ ამაზე, ძაღლებს კატებს ხშირად უკეთებთ სტერილიზაციას, ახლა ჩვენ გორის მუნიციპალურ თავისუფალს ვეხმარებით, ვიწყებთ აი პროგრამა იხსნება ახლა მარტის თვიდან და ჩვენ ძალიან აქტიურად მოვახდენთ ამ ცხოველების გასტერილებას, მაგრამ და ისევ, იცით რა, აი დაუშვათ გასტერილება ცხოველი და დავამწყდეთ თავშესაფარში. იმ ადგილას სხვა ძაღლი მოვა. გამიგეთ რა ხდება, აქ არეალზეც არის. ის ცხოველი გასტერილებული თუ დაბრუნდება, ის ცხოველი სხვა ძაღლს აღარ შემოუშვს. აქ ცოტა სხვა წესია, მიგრაციული პროცესები მიმდინარეობს. გასაგებია ერთ მაგრამ მაგას თბილისმა თუ დაიწყო სტერილიზაცია, ეს არ უნდა გააკეთოს. აი მაგის გამოსა ყველა რეგიონებში თუ ეს გაკეთდა ეს დაინერგა ეს პოპულაციური მართვა და სტერილიზაცია. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია იგეგმება თუ არა საერთოდ საქართველოში მსგავსი ტიპის? საერთოდ ან კანონში თუ შევიდა რამე ცვლილება? შევიდა საერთოდ ამაზე მუშაობს ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნული სტრატეგია. თქვენ მუშაობთ ქალბატონო თინა, როგორც ვიცი, რაღაც შევედით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით რამდენიმე ევროპული ქვეყნის კანონით თარგმნით ესე რომ რაღაცნაირად მიესადაგოს, ახლა ეს არ შეიძლება იყოს თქვათ ჰოლანდიურ კანონს ჩვენ ვერ მივიღებთ და ავსტრიაში მიღებულს, მაგრამ ჩვენთვის სრულიად მისაღები იქნება თუნდაც თურქეთთან მიახლოებული, სადაც კატეგორიულად იგრძელება აი ესე უსახლკარო ცხოველის მოგდინება, ის უნდა გასტერილდეს და დაბრუნდეს და ამისი მაგალითი მე თვითონ ნახე სტამბოლში, არც ერთი ძაღლი ჯანმრთელი რომელიც გამოჯამრთელება შეიძლება არ ძინდება, ის დაბრუნდება და აი ეს გავითვალისწინოთ, თქვენ წარმოიდგინეთ ძაღლი მათი რელიგიის მიხედვით საერთოდ აკრძალული იყო და რაღაცა და აი ამ ადამიანებმა მიიღეს ეს და ძალიან უცნაური იქნება თუ კი ჩვენ შევეწინააღმდეგებით, რომ ჩვენ არაფერი მსგავსი, ასე ვთქვათ, ჩვენ რელიგიაში არ არის. თუნდაც აი ამასთან მიახლოებული რო იყოს, ძალიან კარგი იქნება. ნუ ნახოთ ჩვენი ჯგუფი ალბათ იმუშავებს ამაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ იმისთვის რომ ჩვენ მოვხდეთ ევროპაში, ამითაც და დავეხმარებით ჩვენ ყველა. და სხვათა შორის აი ისტანბულზე თქვენ საუბრობთ თურქეთზე. იქ ქუჩაში დგას სპეციალური ეს ავტომატური ცხოველებისთვის არ მოსახლეობა ჩააგდეს ფულს, იყრება იმდენი საჭმელი და ცხოველები მიდიან და ჭამენ. ეს სხვათა შორის ძალიან სასიამოვნო ფაქტია ეს თურქეთში და კარგი იქნებოდა რომ ჩვენთანაც ეს ყოფილიყო და ეს არის იმის ნიშანი, მე ესე მგონია მაინც რომ მოსახლეობა თვითონ მენტალურად უკვე მზად არის იმისთვის რომ მიიღოს ევროპული ღირებულებები. აი თუნდაც ის რომ კი არ უშავებენ და ნუ ღვიმეში ჩაყრაზე არა მაქვს ლაპარაკი. არ რეკავენ 112-ში და არ ევლევენ ეხლა წაიყვან. პირიქით თქვა თუ რეკავენ სამაშველოში იმისთვის რომ ეს ძაღლი გამოაჯამრთელონ გასტერილდნენ და უკან დააბრუნდნენ. მაგრამ კიდე სხვათა შორის მოსახლეობის მხრიდანაც ამდენ გაოცებას იწვევს ის დაუშვათ ჩვეულებრივად მიკედლებული ცხოველია ხო ქუჩაში. უცებ ვიღაცას ვისაც შეეცოდება ან არის ის რომ ეს მიკედლებულია, აიყვანენ ამ ცხოველს, მიყავთ თავშესაფარში პირდაპირ და უკვე ამ ცხოველის ზაკვალი იბნევს. ანუ დამოკიდებულება არის სხვანაირი. ვითომ იმად გონიათ თუ ცხოველს აიყვანა პირდაპირ თავშესაფარში ჩააბარებ, ამით ხელები დამიბანია, ყველაფერი კარგად გავაკეთე. არ შეიძლება ასე. ცხოველს მაგას გადაყვანას სხვა მისია აკისრია და თუ და ამიტომ არის ბატონი თამაზის თავისუფლად გადავსებულია 300-ზე მეტი ცხოველი ყავთ უკვე და წარმოიდგინეთ რა ხდება იქ. გასაგებია, მოდი მარიამს კითხოთ რა ხდება იქ, რა მდგომარეობაა, თქვენთან არის შემთხვევები, როდესაც გაკავთ ქუჩიდან მე როგორც ვიცი და იმათაც ზული და თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პატრონმა რაღაც ეტაპზე ჩაგაბარათ და დაგიბრუნებიათ ძაღლი. კი, ყოფილა შემთხვევები ქუჩიდან რა თქმა უნდა გამოძახებებზე დადიან ხშირ შემთხვევაში, იძახებენ რომ აწუხებენ ძაღლები. ასევე არის რომ პატრონი აბარებს იმის გამო რომ მეზობელს აწუხებს ძაღლი და ეშინია არ მოუკლას. და არის შემთხვევები ერთი კაცი დადის მაგალითად 3 ძაღლი მოიყვანა, შეკეთებული ყავდა, რომელსაც მოუწამდეს ძაღლები. და გადაწყვიტა რომ თავშესაფარში ჩაებარებინა. ანუ თუ საზოგადოებაში არ იქნა ის მიღებული რომ ცხოველს უბრალოდ არაფერი არ უნდა დაუშაო, შეიძლება არ გიყვარდეს. უბრალოდ იმას თავის ცხოვრება აქვს, თავის გზა აქვს და უნდა მისცე საშუალება რომ იცხოვროს. სანამ ეს არ მოგვარდება ადამიანის ფსიქოლოგიაში და
ადამიანის ფსიქიკაში არ ჩაინერგება ის, რომ არსებას არაფერი არ უნდა დაუშავო, ეს ყოველთვის იქნება, ყოველთვის მოიყვანენ თავშესაფრებში ძაღლებს, ყოველთვის იქნება გადავსებული თავშესაფარი. გასაგებია. ქალბატონო თინა, თქვენ საუბრობდით აქ ნახსენები იყო ადამიანების ფსიქოლოგია, მენტალობა და ასე შემდეგ. ეს ფაქტორები სად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში? რატომ არის ესეთი დამოკიდებულება ზოგადად? ხომ არ ფიქრობთ, რომ ბავშვობის დროიდან არის მშობლების მხრიდან დამოკიდებულება ბავშვებზე ისეთი, რომ სიტყვაზე უკრძალავენ თამაშს ცხოველებთან, კატებთან არ დაკაწოს თოფი არა კიდოს ქუჩაში ახლოს არ მიხვიდეს. სად უნდა ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის საბაბი და საფუძველი ყველაფრის, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაშია? საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი რაც ბავშვს უშავდება, პრინციპში მოდის მშობლიდან. ხმარწმუნეთ, აქედან დავიწყოთ. იცით რა შეასაქმე ეს მე თუ მკითხავ სრულ და რაღაც ვითომ სანიტარიისკენ სწრაფვა, მე მგონია რომ გამომშრალდა ჩვენ ქალაქში არა, როდესაც კიბის რომ არ მოკიდო ხელი ჭუჭყიანია გადაგიხდა რაღაცა, ხა ამ ფონზე როდესაც ჩვენ ვხედავთ ჩვენ დაბიზურებულ ქუჩებს, ცოტა სასაცილოც კი ჟღერს ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ბავშვი როცა იბადება, ბავშვს ცხოველი ნამდვილად უყვარს და არ ეშინია, იმდენად რამდენადაც ეს ინსტინქტურად მაშინ მოცემულია ჩვენი ერთობა, ის რომ ჩვენ სულანი ცხოველები ვართ. აი, როდესაც დედა იწყებს კივილს, არ მოკიდო ხელი, არა აწვრე, აწოფიანია, ჯერჯერობით რატოა წოფიანი, ხო? წოფიანი არის 1000-ში ერთხელ ძაღლი და არ ამგონია ბავშვმა მაინც ესე და ამ დროს ცხოველი სათამაშოები აქვს ფუნფულა. ხო, შიშს უღვიძებთ, ხო? აი ამის მერე რა თქმა უნდა ეს რაღაცნაირად ედება მთელ საზოგადოებას ზუსტად ასე კივის, ხო, 1000-ში ერთი დედა რომელიც არ ეკივლებს და აქედან ყალიბდება ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა. მეორე ის არის რომ მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან დიდი როგორ გითხრათ აი შეცდომა რომ სკოლებში ეს არ ისწავლება. ხა ჩვენ გქონდა პროგრამა საგანმანათლებლო 2 წელიწად ნახევარი ომის მერე დავდიოდით შიდა ქართლის სოფლებში და ბავშვებს ემპათიას უღვიძებდით ცხოველების მეშვეობით და იყო გასაოცარი პირველი რასაც აკეთებდნენ ეს ბავშვები სრულიად წარმოუდგენელ ისტორიებს ყვებოდნენ როგორ ჩაღარა მამამ ძაღლები ტომარაში და მერე ჩაღარა წყალში ან ახათქინა იმას კედელს ან აი სრულიად მათი წარმოდგენა ეს იყო მხოლოდ ეს ჰქონდათ ნანახი აი 4 თვიანი პროგრამის ბოლოს უკვე ბავშვები ყვებოდნენ სად ნახეს კნუტი როგორ გადაარჩინეს როგორ აჭამეს და ასე ანუ ამის შეცვლა ძალიან ადვილია და თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვის სახში რომ მიდის ის აუცილებლად რაღაცნაირად მშობლების დამოკიდებულებასაც ცვლის ეს უკავშირი არსებობს და თუ კი რაღაცა იქნება ისეთი რომ ვასწავლოთ ამ ბავშვებს რომ ეს არის ზუსტად ისეთი ცოცხალი არსება რომელიც ისევე იმსახურებს სიცოცხლეს ანუ განათლების და ინფორმაციის პრობლემაა ხალხში ძალიან დიდი იცით რასაც გააგონებ ბავშვს ზუსტად ეს იქნება ხო მართალია ხა როდესაც ამობენ რომ ჭუბზე მიყავს მშობელს ამაზე მეტს ვერაფერს ვერ დაუშავებს დამერწმუნდით ფსიქოლოგიური საკითხი კი ნამდვილად ის აღვიძებს ამ დროს ბავშვში აგრესიას აღვიძებს სისასტიკეს დესტრუქციულ ფსიქიკის დესტრუქციას ახდენს და აი მე იმ შობელს ნუ გაუკვირდება თუ კი მისი შვილი კრიმინალი გახდება დამერწმუნდით უმეტესობა ვინც აი ამაში იღებს მონაწილეობას თუ გაფორმებული კრიმინალი არა, ნუ გაფორმებული კრიმინალი იმდენად რამდენადაც კანონში უნდა იყოს, ხო? ეს გაფორმებული კრიმინალი მაგას ნიშნავს. შინაგანად ნამდვილად ესეთი მიდრეკილებები აქვს ადამიანს, რომელიც ამაში იღებს მონაწილეობას. ამიტომ ალბათ თუ კი ასეთი ხარ და ვერ იკავებ და კანონიც ვერ გაგავებს, ისევ ჯობია ბავშვი არ წაიყვანო, იმიტომ რომ მე მიიღებს ბავშვს, რომელიც მოხდება ციხეში. განათლების სისტემაში აი ცხოველთა კეთილდღეობა უნდა ჩაიდოს პროგრამაში აუცილებლად. საბავშვო ბაღშიც კი უნდა ისწავლებოდეს ნელ-ნელა სათამაშოები, სხვა ცოცხალი კუთხით მაინც და სკოლაში უნდა აუცილებლად ამას დიდ ყურადღება მიეცეს, რომ ნამდვილად კეთილშობილი საზოგადოება ყავდეს მომავალში. განსაკუთრებით ბატონო ახო კითხავდით, საერთოდ ნიჟებ დაუბრუნდებოდი პატრონო ცხოველებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ძიმე სოციალური პატრონებზე საუბრებით თქვენ უპასუხისმგებლო პატრონებს, რომელიც აგდებენ სახლიდან ძაღლებს. ეს სოციალური ფონის ბრალი ხომ არ არის, რას ფიქრობთ? აი 90-იან წლებში იყო სიმრავლე, ყოველს გვახსოვს ეს ფაქტები და მომავალი წიგნი დაიწერა ამის შესახებაც, რომ
ძალიან ბევრი ძაღლი იყო ქუჩაში. მაშინ იყო მძიმე სოციალური ფონი. დღესაც იგივე ხო არ გვაქვს სახელმწიფოში, რა ხდება ჩვენთან? დღესაც არის, რა თქმა უნდა, მძიმე სოციალური ფონი არის ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრს ხელთ არ ეწიფება დაუშვათ ცხოველის გამოკვება, გამოსდა არსებობს, მაგრამ ისეთი რთული და მძიმე ფორმა არ და ისე მდგომარეობა არა, როგორც ადრე იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ამისა, მენტალობაც თავის როლს ასრულებს ნეგატიურად და უფრო ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ თუ დავაშვათ ექსტერიერში ან დავაშვათ აიყვანა ვიღაცა მაჩუკა ძაღლი დავაშვათ და ის არ გამოდგა კავკასიური ნაგაზი, იმიტომ რომ ყველას გონია რომ მოჭილი პატარა ძაღლი არის კავკასიაში, წამოიზარდა გრძელი ცხვირი აქვს, ვიღოთ რა თქინდა ის დვარნიაშკა ყავს ეს უხეშად რო თქვა და მერე ადგილ გამოვაგდებს ქუჩაში და ეს არის ზუსტად იმისა უპასუხისმგებლობის გზნობა კიდე გარდა ამისა. ეს არის სხვათა შორის მიათობა. მარიამ, კატებზე საუბრობდი შენ შემოსვლის დროს რა ინფორმაცია გაქვს ამ კატების შესახებ და ხშირად ძაღლები რჩებიან უფრო ესე ვთქვათ ყურადღების ცენტრში და კატები მივიწყებული ხდება ხოლმე თუნდაც საუბარში ხოლმე ადამიანების მხრიდან არა და კატა უფრო მეტი ყავს მე ვფიქრობ ქალაქში ვიდრე ძაღლი. არის ძაღლი მეტად ვერ ახდენს თვითრეალიზაციას ასეთ პირობებში, გარე პირობებში, იმიტომ რომ კატა უფრო მარტივად პოულობს საკვებსაც, ნადირობს და ძაღლი როცა პატარა ლეკვია, იმან ჯერ არ იცის არაფერი. აქედან გამომდინარე უფრო ძაღლებზე ხდება აქცენტი, მაგრამ კატები საკმაოდ ბევრნი არიან. და უფრო მეტი პროცენტულად სიკვდილიანობა უფრო მეტია. მე მაგალითად ცხოვრობ ისეთ ადგილზე, სადაც კატა რო არ იყოს, ალბათ საშინელება იქნებოდა. რა იქნებოდა, მითხები ხომ შემოესეოდა ქალაქს. იყო ესეთი ფაქტიც. ცხოვრობებში მით უმეტეს აუცილებელია რომ კატა ყავდეს. ჩემ მეზობლები ხოცავდნენ კატებს, ძალიან დიდი ნერვები და ჯაფადამით გაის რომ ესეთი რაღაცები აღარ მომხდარიყო და მაინც უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მე ვფიქრობ ეს ადამიანებს, რომლებიც ცხოველებს რაიმეს უშავებენ. განსაკუთრებით. მე მგონი პოლონეთში იყო თუ კარგად მახსოვს კატები რო ამოხოცეს და შემდეგ ვირთხები შემოესია ქალაქში, ისე მოუწიათ რომ კატები შემოიყვანათ ქალაქში. მოდით ახლა სარეკლამო პაუზაზე გავიდეთ და ცოტა ხანში ისევ დავბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად ეთერში. ჩვენ ისევ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები გახლავთ თინა ჭავჭანიძე, ცხოველთა უფლებების კომიტეტის ფსიქოლოგი, ვახტანგ მამალაძე, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ვეტერინარი ექიმი და მარიამ გორგოშიძე თამაზელის ბარაშვილის სახლთა თავშესაფრის წარმომადგენელი. და რა თქმა უნდა, ჩვენ ალბათ მივხვდით სტუმრებიდან გამომდინარე, ვინც ახლა შემოგვიერთდა საუბრობთ ცხოველთა უფლებებზე. საკმაოდ მრავალ თემას შევეხეთ ზოგადად და არ შევხებივად თვითონ ცხოველის ფსიქოლოგიას. მინდა ვკითხო, ალბათ მითხების ფსიქოლოგია, მართალია ცხოველების ფსიქოლოგია არ არის, თუმცა მას ესმის ცოცხალი არსების ფსიქოლოგია და ვკითხოთ იმისათვის, რომ მსმენელმა უფრო ღრუთან ახლოს მიიტანოს, ესე ვთქვათ, და უფრო ჩვენი გადაცემის შემდეგ კიდევ უფრო იქნას ცხოველის არსებობა როგორც ცოცხალი არსების, თვითონ ცხოველის ფსიქოლოგია როგორია, როდესაც პატრონი აგდებს მას სახლიდან ან თავშესაფარში მიყავს. მე როგორც იცი, იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლა კიდევა ცხოველები დარდისაგან ამის გამო. მე მინდა გითხრათ, რომ ძაღლი იმითი გამოირჩევა კატისგან თავისი შინაგანით, რომ პატრონის გარეშე მას შინაგანად სჭირდება ეს პატრონი და ეს დამორჩილება. სხვათა შორის აი ამას ადამიანები ძალიან ხშირად ცუდად იყენებენ. ძაღლის შინაგან დამორჩილებას, ანუ მოთვინიერებას. ხო, აი ეს და უსიტყვო მორჩილებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ არა ადამიანს ყავს ძაღლი და ის ძაღლი უვლის და არ მირბის. ხო, არ მირბის ის ძაღლი, მას ემორჩილება, მიიღებს რუცებს და ასე შემდეგ. მოკლედ მიჯაჭულობა და მისადმი ერთგულება ძაღლივით ერთგული, ხო, ზუსტად ესე. ანუ ყველანაირ პატრონის ერთგულია და მან იცის ძალიან აი ეს მიჩვევა. ეხლა რა მინდა გითხრათ, რომ მე მინახავს თავშესაფარში და არა საქართველოს თქვათ ჩვენ ვამბობთ რომ ცუდია თავშესაფარი, რაღაცა პირველად მივხვდი რა არის მიტოვება პატრონის მიერ, ეს იყო ვიღავი ამერიკის ძალიან კარგ თავშესაფარში ერთი კვირის მანძილზე რაღაც პრაქტიკასავით მქონდა, დილა იწყებოდა იმით, იქ არ არიან უპატრონო ცხოველები, მხოლოდ პატრონიანს აბარებენ. ამ დროს იყო კრიზისი ამერიკაში, ადამიანები რაღაცნაირად გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეს და მეაშნათ, რომ თავშესაფარი ეს არის საუკეთესო ვარიანტი, სადაც მათ მიხედავთ. აი ეს იყო საშინელება პირველი, როდესაც
მიმღებში შევდიოდი ახალი მიყვანილი ძაღლი გახტება კივის და თვალებით გეკითხება რომ რატოა აქ მარტო ჯერ ამისი გადატანა იყო სრულიად წარმოუდგენელი ყოველ დილას ცალკე პატრონი ტირის მაგრამ პატრონა დატოვა და წავიდა და ამაზე სრული პანიკა აი სრული ამის მერე აი პერიოდებად ხდებოდი უკვე რა ხდება შემდეგ გადაყავთ ანალიზებს უკვე და გადაყავთ იმაში ვოლიერში ხო აი ამ ვოლიერში დაახლოებით 3 კვირის მანძილზე ის ელოდება პატრონს და სიხარულით ეგებება ყველას აი ესე თათებით ახტება აი 3 კვირის მერე უკვე ვცნობდი 3 კვირა გასული როცა ძაღლი წევს აღარ იხედება შენსკენ რომ დაირო ეძახი და რაღაცა ამოგხედავს სრულიად ჩამქრალი თვალები და იყურება გვერდზე ანუ იმედი კვდება დაახლოებით იცოდეთ ეს 3 კვირის მერე იწყება დეპრესია და ეს არ იფიქროთ რომ იქ არ ასეირნებენ ან მოხალისე არ მიდის იმისთვის რომ ცოტაში უმსუბუქოს მას იქ დავარცხნიან მოეფერებიან ძაღლს აუცილებლად შეიძლება ეს როგორც ადამიანსაც ჭირდება რაღაცა შეხებითი და თავში ფსიქოლოგები წავთ როგორც ვიცი დიახ აი ანუ მე ვამბობ იმაზე რომ ეს ყველაფერს აი ამ ყველაფერს ვერაფრით ვერ შეცვლის ვერანაირი თავშესაფარი და ვოლიერი და გარდა ამისა ისიც უნდა ვიცოდეთ რომ ცხოველი ადამიანი ყველა არის თავისუფალი გადაადგილება ჭირდება ადამიანმა ციხე მოიგონა იმისთვის რომ სასჯელი იყოს თავისუფლების აღკვეთა ხო ანუ ძალიან მნიშვნელოვან რამეს უკვეთავთ იმისთვის რომ დავსაჯოთ და აი ეს ძაღლი უცებ ხდება ვოლიერში სადაც აი ეს ერთ-ერთი თავისუფლება მით უმეტეს ძაღლია და სრულიად გაუგებარი არა დააშავა ხდება ვოლიერში აი ამისი გაცნობიერება უნდა ხდებოდეს ზუსტად იმიტომ არის ლაპარაკი იმაზე რომ გავასტერილოთ და დავაბრუნოთ რომ აი ამ ვოლიერში არ იჭდეს ეს არის საშინელი ტრაგედია აი ბატონი თამასის თანამშრომლების და მისი მოხალისეების გარდა მეეჭვება ვინმე მიცოდეს ეს რა საშინელება აი მე გულახდილად ვამბობ რომ მე თავშესაფარი არ მიყვარს ერთადერთი ვხედავ რაღაც ერთი პატრონიდან მეორემდე ან ქუჩიდან ისე გადაადგილების წერტილს და არა იმას რომ იქ სამუდამოდ ვინმე იცოდეთ რომ ეს დაახლოებით 1 თვის მერე მით უმეტეს პატრონიანისგან სიკვდილს ნიშნავს და ეს უნდა იცოდეს ყველა პატრონა და ჯერ დააფიქრდნენ რას აკეთებენ რომ მოყავთ ძაღლი და მერე უკვე რომ აბარებენ ეს საერთოდ საშინელია სწორედ გეტყვით დავამატებდი მე ამასთან დაკავშირებით 1 თვის განმავლობაში ქუჩიდან შევიკედლეთ ჩვენ ერთი ძაღლი ნუ გარგნოთ ლაბორატორს გავდა შავი ფერი ძალიან ლამაზი გავასტერილეთ გავაჩერეთ ცოტა ხანი რა თქმა უნდა და ვფიქრობდი თავსაფარში გამეგზავნა თუ რა გამეკეთებინა მაგრამ ვიცრევდით ფეხს ესე რომ ვეძებდით მაინც პატრონს ვინმე ადამიანს ვინც აიყვანდა როგორც იქნა მივაგენით და ცეცხაროში მოვიძიეთ ადამიანი ვინც ნამდვილად აიყვანდა დავიყვანეთ ჩვენივე საშუალებით თან 2 ტომარა საკვებით წავუღეთ საჩუქრად და ჩავედით მაგრამ უნდა გენახათ ეს 1 თვის განმავლობაში ძაღლი როგორ შეგვეჩვია ჩვენ და რო დავტოვეთ იქ სახში რა თვალებით გვიყურებდა აი ცრემლები მე და ჩემი მეუღლის ორივე ცრემლები მოგდიოდა რომ აი რაღაც რას მიშვებით სად დამტოვეთ მაგრამ ეხლა რო ყოველდღე ვრეკავთ უკვე რომ გაია რაღაც გარკვეული ადაპტაცია თვითონ კარგად თბილად ეპყრობიან ამ ძაღლს და სწორედ აი ესეთი ტენდენცია უნდა იყოს რომ არა თავშესაფარში ჩააბარონ არამედ მოხდეს აი ოჯახური გარემო ჭირდება ცხოველს ისიც უჭირს მიჩვევა მაგრამ მაინც უკეთესი გასაგებია მოდი მაშინ მარიამთან გადავიდეთ ახლა შეკითხვა მე როგორც ვიცით ამაზალის ბარაშვილის თავშესაფარში სწორედ ხდება ეს რაღაცა როდესაც ჩუქნიან ვინმეს ცხოველს მას აკითხავენ კითხულობენ როგორ შეეჩვია გარემოს თვითონ პატრონი ვინც აპირებს რომ შეეძინოს აუკაცრად უფასოდ ჩუქნიან მათ ძაღლებს მიდიან გეჩვევიან და შემდეგ მიყავთ რა მდგომარეობაა დღეს და თუ არის მსურველები ზოგადად თავშესაფრიდან რომ მიყავდეს ვინმე ძაღლი ესეთი შემთხვევები თუ არის და რამდენად ბევრია არიან რა ჯიშის ძაღლებზე არის მოთხოვნა აი უნდა თქმა რომ ჯიშიანი იყოს ძაღლი მე მაგალითად ვერ ვხედავ განსხვავებას აი უჯიშოს რომ იძახიან და ჯიშიანს მე ვერ ვხედავ განსხვავებას ძაღლია ისეთვე მოფერება ჭირდება ორივე შემთხვევაში რა თქმა უნდა წაყვანით ბევრს მიყავს საკმაოდ არიან ბევრი მსურველები ყოფილად დაბრუნების შემთხვევაში ისიც ვერ მოუარანა ეს შემთხვევებიც ყოფილა კი რომ მოგბეზრდა რომ ვერ მოუვლით და ასე შემდეგ მაგრამ ყველაზე საშინელება მაინც არის ის რომ მოდიან ადამიანები რომლებსაც 8-9 წელია ყავთ ძაღლი და უნდათ დატოვება თავშესაფარში
ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, ჩემთან შემოდიან ხოლმე პირველ რიგში და ყოველთვის ვეუბნები, რომ არ გირჩევთ დატოვებას. ჩვენ აქ კარგად მოვლით, კარგად მივხედავთ, პატრონი შეიძლება მოუძებნოთ და წაიყვანოს, მაგრამ თქვენს გარეშე გაუჭირდება, როცა მოხუცია ძაღლი, როცა უკვე ასაკში, იმას მეტად უფრო უნდა პატრონთან ყოფნა. მოუსწრაფებთ სიცოცხლეს, მაგრამ აი ასე არა, უნდა დავტოვოთ, სხვა გზა არ გვაქვს. სულ იმას ვეუბნები, რომ იქნება საახლობლოში ვინმე გამოჩნდეს, ვისაც აჩუქებთ, ხშირად ნახავთ. თუ ყოფილა აი ეგ სხვათა შორის ერთხელ უთხარ, ერთ კაცს უთხარი ეგ და როგორ მოვაო თაღლიო ადამიანთანო. გასაგებია. კი, რა შემიგებულებები შეიძლება. ბევრჯერ მინახავს, რომ აი ძაღლი რო ჩაუბარებეთ, აი ამ ჯერ პატრონის განიცდი და არ ვიცი იქ რა სიტუაცია იყო, მაგრამ აი ეს ძაღლი განიცდიდა ყველაზე მეტად და თუ ყოფილა სიკვდილიანობის პერიოდი ძალიან მძიმე თემაა მან. დადის განსაკუთრებული ხო? 3 კვირა რაღაც გარკვეულ ეტაპის გავლას უნდა, იქ კიდევ 2 კვირა რაღაც ის ეტაპის გავლას. ის ძაღლი ამ პერიოდში ვერც ჭამს, ვერც წყალს სვავს. კვდება ფიზიკურად, დარდისგან, გული უსწრება. შეიძლება უცბად თავშესაფარში შემოიყვანო და იმდენ ძაღლებში, იმდენ იმხელა უცხო გარემოში უცბად გაუსკდეს გული. ამიტომ რა ვეუბნები. თუნდაც აი მგლის ფაქტი, თუნდაც აი რომ ჩამოიყვანა მამაო თქვენთან თავშესაფარში ხომ იყო? როგორ განიცდიდა და ბოლოს ვერ მოითმინა, ჩამოვიდა და წაიყვანა უკვე. მამა, კი. დაკითხავდა. ხო, აკითხავდა ნერვიულობდა მეც. კი, აკითხავდა. ეკონტაქტებოდი მეც და მე ბოლოს წაიყვანა და იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად სწორი დამოკიდებულება ცხოველების მიერ გასაგებია. ქალბატონი თინა, მე მქონია ესეთი შემთხვევა, გამიგია, როდესაც თავშესაფარში მიყავთ ძაღლი და სახლში მსროსი, ესე ვთქვათ, ბავშვი ვერ ელევა ამ ძაღლს, მაგრამ მშობლებს მაინც მიყავთ ხოლმე. ამ კუთხით რომ მივუდგეთ, რამდენად შეიძლება გადაცხოველო ფსიქოლოგიურად ზემოქმედებას ვახდენ თვითონ მშობლებს რომ ურჩიოთ მისი ბავშვისთვის და უმცროსობისთვისაც რომ რამხელა სტრესია ეს, ანუ ცხოველის და ბავშვის დამოკიდებულებაზე უსვამ ხაზს. მე თავიდან ვეთქვი რომ ბავშვის ბუნებრივი კავშირი აქვს ცხოველთან. ამიტომ ყველაზე მისთვის კომფორტულია, იმიტომ რომ მეგობარი ყავს. ეს ერთი. მეორე ის რომ როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას რომ შემოიყვანოს სახლში, ძალიან დიდ ტრავმას ვაყენებთ, ხო? იმიტომ რომ მას მეგობარი უნდა ეთამაშოს თავისივე ტოლს და ამის უფლებას არ აქვს. გარდა ამისა, კიდევ ერთ ძალიან ცუდ რამეს ვაკეთებთ, ამას ვაჩვევთ გულგრილობას. ეს პირველია, როდესაც ვეუბნები არ ვერ შემოიყვან ის იყოს გარეთ, შენ უნდა იყო გულგრილი. აი ამ გულგრილობიდან იწყება მე ქუჩაში დაყრილი ბავშვების, მოხუცების, აი რომ სულიად გულგრილად გადააბიჯებენ და შედიან მაღაზია ისი პარიში, ხო? აი ამ გულგრილობას ვაჩვევთ, პირველი ეს არის. ეხლა შემდეგი ეტაპია უკვე როცა ჭუბზე მიყვავს სანახავად, უბრალოდ სისასტიკეს ვაჩვევთ და დესტრუქციულ ქცევას. აი ეს თუ შენ გინდა რომ შენს მიმართ იყოს კეთილი, შენს მოხუცდები, ხო? აი თავიდანვე ბავშვობიდან უნდა იცოდეს, რომ ყველა დაუცველი არის ყურადსაღები და პირიქით უფრო ყურადღება. გასაგებია, ხშირად ჩვენ ხვდებით ქუჩებში უკვე არ ვიცი რა ქვია, რაღაც ყურზე ხო ბირკიან ძაღლებს. ესენი რამდენად არიან საშიშები და ხშირად ქუჩაში განსაკუთრებით როდესაც ბავშვი გამოეკიდება ხოლმე ძაღლს, მშობელი უკრძალავს მას გამოეკიდოს. და ამ შემთხვევაში ან გაეთამაშოს თუნდაც, რამდენად არის ესეთი ძაღლი საშიში ქუჩაში? ეს ძაღლი პირველ რიგში ბირკიანი ძაღლი ნიშნავს იმას, რომ ის იყო აცრილია, ხო? თავშესაფარში გაიარა კინოლოგიური შემოწმება აგრესიაზე, ეს პირველი, მეორე ის არის სტერილიზებული და აღარ ვალდება და მესამე ის აუცილებლად აცრილია. ანუ მისი უსაფრთხოება დაცულია. ეხლა, როდესაც ბავშვი მიდის, აი ეს კიდე ერთია, ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოს ან დედამ, ან სკოლაში პროგრამა იყოს, ჩვენ დავდივართ, როგორ უნდა მოიქცე იმისთვის, რომ ძაღლმა არ გიგბინოს. ძალიან უნდა ეცადო, რომ ქუჩის ძაღლმა გიგბინოს, იმიტომ რომ ძირითადი დაკბენა მოდის პატრონიანი ძაღლების, რომლებიც ან პატრონს იცავენ, ან უფრო ესე როგორ გითხრათ, პოზიცია აქვს გამაგრებული ფსიქოლოგიურად და კბენა. ეს ქუჩის ძაღლი ძალიან დაჩაგრულია ცხოვრებისგან შიშარა და ძალიან უნდა გაამწარო რომ გიგბინოს ან თავდაცვის ინსტინქტის შემთხვევაში. აი მე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ თუ კი ჩვენ არ გვაქვს ის პროგრამები რომ ვასწავლოთ ბავშვებს და ამისი საშუალება ვასწავლოთ როგორ უნდა
უყვარდეს ცხოველი, ის მაინც უნდა ვასწავლოთ, რომ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ ცხოველმა არ უკბინოს, ის რომ ლეკვებიან ძაღლს არ უნდა შეუვარდე იმ ადგილას, რომ არ უნდა როცა გიახლოვდება არ უნდა გაიქცე, იმიტომ რომ ნებისმიერი ძაღლი მისდევს მოძრაობას. ის რომ თვალებში არ უნდა შეხედო, ის რომ ეს არის გამოწვევა ძაღლისთვის, რომ რო ჭამს იმ ჯამთან არ არის აუცილებელი ჩაიარო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ბუკლეტიც ყვა გამოცემული და როცა დავდივარ სკოლებში ვასწავლით ამას. და თქვენ წავიდგეთ უმეტეს შემთხვევაში. ეს თქვენი სულით ასწავლით, ხო? აი ტრენინგები თუ ტარდება მსგავსი თუნდაც რეგიონებში და თუ გაქვს. აი ეს 2 წელიწად ნახევარი ჩვენ ვატარებდით ამას. მე რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ეს იყო დევნილთა საბჭოს დაფინანსებული და შეწყდა და ამიტომ არა. აი ხა იმედი გვაქვს რომ რამე დაფინანსებას ვიშოვით, იმიტომ რომ ის რა როცა რაღაცა თვეში ერთხელ ორჯერ მიდიხარ სადღაც მოხალისეთ ერთია და თუ კი რამე პროგრამით გინდა ფაქტია რაღაცა დაფინანსება. ფინანსებთან არის საქმე. გასაგებია ბატონო, ხო თქვენ ისაუბრეთ ახსენეთ ლეიშმანიოზი, თუმცა არ გვხსენებია მთავარი პრობლემა ცოფი, რომელიც საქართველოს ჯერჯერობით კიდევ პირველ ადგილებს იკავებს ამ მხრივ მსოფლიოში. რა მდგომარეობა არის ამ მხრივ დღესდღეობით ჩვენთან და ეს როგორც ვიცი პირდაპირ კავშირშია უპატრონო ცხოველების პრობლემასთან. მოგახსენებთ. საერთოდ ამ ბოლო პერიოდში, ესე იგი, ცოფთან მიმართებაში თბილისის რეგიონებში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა რეგიონებში არ არის, არასახარბიელო მდგომარეობა არის. ეხლა სხვათა შორის წითელწყაროში თუ მაშინ იყო, კახეთში იყო სხვათა შორის ზუსტად აღარ მახსოვს, სადაც გაჩნდა ძალიან დიდი ესე იგი ძროხები, მთელი საქონელი დაავადდა ცოფით, მოხდა გავრცელება, რა თქმა უნდა. და მობილური ჯგუფი ვეტერინარები ჩავიდა, იმათმა ჩაატარეს სერიოზული ვაქცინაცია. დაახლოებით 10-მდე ძაღლი დაეცა, დაიღუპა კიდევაც დედოფლის წყაროში გამახსენდა. და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სერიოზული ესე ვთქვათ პროფილაქტიკური ღონისძიება ჩატარდა ვეტერინარული, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის კაი სიგნალი, ცუდი ნიშანია იმისა, რომ იქ თავის დროზე არ მოხდა ეს პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარება, რომ ეს თავიდან აეცილებინათ ცოფის შემთხვევები. საერთოდ ამასთან დაკავშირებით გერმანელები ჩამოსვლები არიან კიდევაც, ამასთან მიმდინარეობს ძალიან შეხვედრები სერიოზული და მთლიან საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოხდეს სერიოზული გარდაქმნები ამ თვალსაზრისით, ყველა ცხოველი უნდა მოხდეს ვაქცინირებული, მათ შორის უპატრონო ცხოველები, ძაღლები, კატები და ასე შემდეგ. აქ იყო საუბარი რომ ძროხებიც და ესეც საქონელი არ იცრება, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს პროდუქტიულობას მოქმედებს, აქ სხვა ძირითადად გადამტანს წარმოადგენს ძაღლი. ბილოში ველური ცხოველები, იმიტომ რომ ტყეში რეზერვუარი ცოფის წარმოადგენს მგელი, მელა, ტურა, კურდღელი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ცხოველები, ესე იგი ძაღლი და კატა იქნება აცრილი, ის ნაკლებად შემოგარდა ამის არსებობს პერორალური ვაქცინაცია, რომელიც უნდა გარემოს დაცვის სამინისტროში იყო ამას საუბარი, რომ უნდა მოხდეს ტყეში ეს პერორალური ვაქცინები დაიყაროს ყველგან ხორცთან ერთად. და როდესაც გარეული ცხოველი ამას მიიღებს, უკვე მათ იყო ეს მეთოდი და უკვე გასაგებია, ხომ არ ფიქრობთ, რომ აი გარემოს დაცვის სამინისტრო ახსენე და მე პირდაპირ მანამდე ვფიქრობდი ამაზე, რომ ნარჩენების პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია, სწორედ აქედან ღებულობენ ცოფის შემთხვევები, სწორედ ამიტომ არის სიმრავლე, ესე ვთქვათ, ანტისანიტარია, დიახ. ეს არის ფაქტორი ერთ-ერთი. ამიტომ მოხდეს დასუფთავება და სწორედ ეს კანონი ძალიან მომწონს კიდევაც. ნარჩენების მათის კოდექსთან დაკავშირებით ეს ძალიან სერიოზულია და მნიშვნელოვანი და როდესაც ჩვენთან სანიტარული მდგომარეობა, თუნდაც ჰიგიენა ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება, უკვე საშიშროება ნაკლები შანსი გვექნება რომ გასაგებია, მოდი კიდე ჩაგეკითხები ასთმაზე. ასთმის პრობლემა, აი ხშირად ბეწვი ალერგიას მაძლევს და ექიმებიც ეუბნებიან, რომ მოერიდეთ ბეწვიან ცხოველებს. რამდენად ფსიქოლოგიურია ეს ფაქტი თუ მართლა არსებობს ალერგია ბეწვის და ცხოველების, სხვადასხვა ცხოველების? ასთმა თვითონ უკვე ალერგიულ დაავადებას მიეკუთვნება, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ტესტი, აუცილებლად რომელი ეს ჯერ კარდიოლოგიური ასთმა თუ ბრონქიალური. აქ ალერგიაა დაუშვათ. ეს უნდა განისაზღვროს ზუსტად, რომ ფსიქოლოგია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რა თქმა უნდა, არსებობს და ამიტომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ამისი განსაზღვრა, ეს რომელი დაავადება ამ ადამიანს და გარდა ამისა, შემდგომში უნდა მოხდეს, თუ ხა ის ალერგიულია კატაზე, რა თქმა უნდა, მას ჩვენ ვერ დავაძალებთ, რომ კატა ყავდეს სახლში და ასე შემდეგ, მაგრამ დაუშვათ მაინტერესებს, თუ კატა არ ყავს ქუჩაში რომ მიდის დაუშვათ. ფსიქოლოგიური მასზე ვიძახით კანდიდატ. მაშინ არ ემართება ალერგია და თუ ოთახშია კატა, მაშინ ემართება ალერგია. ცოტა ფსიქოლოგიური ფაქტორი უფრო დომინირებს ვიდრე სხვა ფაქტორები, რა თქმა უნდა. გასაგებია, მარიამ,
ნაკისმენდ ისეთ შეკითხვას ალბათ ცხოველების მოყვარული ადამიანმა იცი რა ხდება სხვა ქვეყნებში ცხოველთა თავშესაფრებში ესე ვთქვათ ჩვენთან როგორც უკვე ვისაუბრებთ ძირითადად ქუჩიდან აყვანილი ცხოველებით იკვებებიან ესე ვთქვათ ბჭყალებში თავშესაფრები საზღვარგარეთ როგორ ხდება თავშესაფრები რისთვის არსებობს და ჩვენთან რა ფუნქციას ასრულებენ ეს არის ზუსტად რო გითხრათ საზღვარგარეთ კარგად იცი რაც ხდება ვერ გეტყვით მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა ვიდრე ჩვენთან ჩვენ თავშესაფრები ეხა მაგალითად ბატონი თამაზის თავშესაფარი ემსახურება იმას რომ რაც შეიძლება მეტი ცხოველი დაბინავდეს და გადარჩეს და დაბინავდეს ყავდეს პატრონი მზრუნველი და ესეც ხდება გასაგებია ქალბატონო თინა რა ხერხები არსებობს იმისათვის რომ გარდა იმისა რომ სახელმწიფოს კონდეს კეთილი ნება და იყოს კანონი ამის გარდა რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ასეთი სიმრავლით უპატრონო ცხოველები ქუჩებში ჩვენთან პირველი არ უნდა გავამრავლოთ რაც არ უნდა ვიძახოთ რომ მე ძალიან მიყვარს ლეკვები ძალიან მიყვარს ლეკვები წარმოიდგეთ როგორ ისევე როგორც ყველას მაგრამ უნდა ვიფიქროთ რომ ის ლეკვი რომელიც თუნდაც ჩვენ ძაღლს გაუჩნდა ართმევს შანსს იმას რომელიც უკვე დაიბადა თუ ქუჩაში თუ თავშესაფარში შეყვანილი ამიტომ პირველი რა უნდა გავაკეთოთ ის რომ სახელმწიფოში უნდა კონტროლდებოდეს შობადობა ეს ერთია და მეორე ყველა ჯერზე სანამ ჩვენ შევაჯვარებთ ცხოველს უნდა ვიფიქროთ იმაზე რამდენად მეტია ცხოველი ადამიანების და პატრონების რაოდენობაზე და რამდენად გეომეტრიული პროგრესიით ისდება ხა გეტყვით 6 წელიწადში ჩვენ სქემა გვაქვს 2 წვილი თუ დედრი ავიღოთ ხო ძაღლისგან 6 წელიწადში გამრავლების თვალსაჩინო თუ არ მოხდება რა თეორიულს ვამბობ 65,000 ძაღლი ჩდება ანუ აი სრულიად წარმოუდგენელი 6 წელიწადში ადამიანები გამრავლდნენ ისე რომ ერთი ადამიანიდან გახდეს 65 ხო საშუალოდ ჩდება 7 ლეკვი ხო ნუ თქვათ რაღაც არ გადარჩება მაგრამ აი ეს პირველი არის ის რომ ჩვენ არ ვფიქრებთ ისე რა ვამრავლებთ იმიტომ რომ გვიყვარს ჩვენი ძაღლის ლეკვები ოღონდ უნდა ვიცოდეთ რომ ამ დროს სხვა ლეკვები კვდება ქუჩაში ძინდება თავშესაფარში და ასე შემდეგ. გასაგებია. ბატონო ახო, თქვენ ვეტერინარი ბრძანდებით და ხშირად როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებში იგივე საკითხზე მე პირადად მქონია კომენტარის სახით საშუალება ჩამოწერა, ხშირად დასახელებენ სხვადასხვა რეგიონებში თუნდაც პროფესიონალური კადრების ნაკლებობას. ვეტერინარისთან შემთხვევაში მაქვს საუბარი. თქვენ რას ფიქრობთ, ამ მხრივ მართლა არის სინაკლებო და რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს ამისათვის? მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა საერთოდ ძალიან ბევრი ვეტერინარი ამთავრებენ ფაკულტეტს ვეტერინარ მედიცინის ფაკულტეტს მაგრამ პრაქტიკულად არ შეუძლიათ ელემენტარული ცხოველთან მუშაობის არც ოპერაციები არც თერაპია არანაირად არ აქვს შესაბამისი ბაზა რომ მოახდინონ ესე იგი განკვეთონ ცხოველი ამასთან დაკავშირებით ალბათ მე მგონი სწავლის მეთოდიკაა შესაძლებელი პირველ რიგში უნდა მიიქცეს ყურადღება. და რო ყავდეს ჩვენ კადრები ყველა რეგიონში მოწესრიგებული გექნებოდა ამ ხრივ საქმე. მარტო თბილისის ვეტერინარები თუ და ბათუმის ვეტერინარები თუ აკეთებენ ფაქტობრივად ამ სტერილიზაციის ოპერაციებს. მაგრამ აი ახლა ნახოთ ქუთაისში რა ხდება ხაშურში, ზესტაფონში, აი ექიმე კასტრაციის მეტი არაფერი არ იციან და ეს არის ყველაზე ძალიან დიდი ბედურება ზუსტად ამ ჩვენი პოპულაციური მართვის. ამიტომ ჩვენ საქართველოს მთავარ ვეტერინარს ველაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით, მიექცეს ყურადღება, რომ მოხდეს აი გადამზადება, ტრეინინგი, კვალიფიკაციის ამაღლება, რომ თუნდაც რეპროდუქციული ოპერაციების მხრივ მოხდეს ძალიან დიდი სწავლება, რომ აი ხა ბრიტანელი კოლეგები ქალბატონ თინას ჩამოყვანილი ისინი ჩამოვიდა მეიშიუს ორგანიზაციიდან, ხო სწორედ ისინი ჩამოიყვანა ქალბატონ თინამ და ნამდვილად მოხდა ტრეინინგები ჩატარება. ეს ძალიან პოზიტიურია და სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ არ კმარა, იცით, ორჯერადად და სამჯერადად. ამათ ჩვენთან სახელმწიფომ უნდა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს ვეტერინარის დეპარტამენტმა, ინსტიტუტმა თუნდაც, იმიტომ რომ ძალიან სუსტი კადრები გამოდის აქ ინსტიტუტში. მე წლების მანძილზე ვსვავკითხოს, რატომ არ ისწავლება ვეტერინარულ ფაკულტეტზე ცხოველთა კეთილდღეობა. რასაც ცოტა უცნაურობას მივიღე და რაში გამოადგება მას მომავალი პროფესიის თვალსაზრისით, ხო?
დაიგულისხმება. ასურად გაუგებარია, რომ ნუ აი ვთქვათ შემოსავალზე, როგორ იმოქმედებს მის შემოსავალზე ის რომ იცის ცხელთა კეთილდღეობა. მე თუ გითხარ იმოქმედებს, იმიტომ რომ კარგი და გულისხმიერი ვეტერინარსა და ვეტერინარს შორის, რომელიც საერთოდ ცხოველს უყურებს როგორც საქონელს, ალბათ განსხვავებას იპოვის ყველა, ხო? ეს ერთი. მეორე, თუ კი ჩვენ შევდივართ ევროკავშირში, იქ აუცილებელია თითეულმა ვეტერინარმა ეს იცოდეს, იმიტომ რომ ეს არის მოთხოვნა, რომ გქონდეს ცხოველთა კეთილდღეობის აქტი მიღებული, ხო? და იცოდეს რა არის. სრულიად წარმოუდგენელი. და მესამე, მე თუ მკითხავ, აი სულ ცოტა ექიმი აიბოლიტი უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, გადამეორებული, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ თუ გვიყვარს ცხოველები და ვიღაცა გამოვიდა ვეტერინარი ამის გამო, ალბათ ეს ის არის, ხო? ხოლმე და ეს სრულიად წარმოუდგენელია, რატომ არ უნდა ეს მოდეს ეს აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ გასაგებია თუ სხვა ქვეყნებში ხდება სწავლება მსგავსი ვეტერინარის საფუძვლები, აი სადაც შეიძლება ცხოველთა კეთილდღეობა ჩაერთოს. არის საგანი ჩვენ ისწავლება სხვაგან ეს ისწავლება, ეს არის საგანი, სრულიად სერიოზული, შეიძლება დიდი ხანი არ არის ეს რომ ასეა, მაგრამ ეს ასეა. და ნუ ეხლა ჩვენ თუ დაველოდებით იმას, რომ იმ ქვეყნებს რამდენი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს შეეტანათ, მე მგონია ჩვენ დროში ცოტა საბართ გაჭედილები, ხო? ეჭვია ავკრიფოთ ეს ცოდნა, ვიდრე ჩამოვჩეთ და თქვა 2020 წლისთვის გადავდოთ კანონში ცხოველთა კეთილდღეობის შემოტანა, როდესაც უკვე ნამდვილად მე ესე მგონია. მაგრამ ცხოველთა კეთილდღეობის მარტო სწავლება არ ყვარა, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმისთვის, მაინც საჭირო არის, მე ვიტყოდი, რომ სტუდენტები თუნდაც რომ ხშირად მუშაობდნენ თავში საფრებში, მიიღონ მონაწილეობა, უყურონ, ისწავლონ ბოლოს და პრაქტიკა, იცით, პრაქტიკული ის ბაზა არა გვაქვს ჩვენ ისეთი, რომ ურთიერთობა ცხოველებთან მნიშვნელოვანი. მე თვითონ ვეტერინარი შენ ვერ გახდები თუ შენ ცხოველი არ გეყვარება, სწორედ ეს თქვენ სწორედ ბრძანეთ. ეს არის ეს სწავლება, სიყვარული უნდა იყოს თავ ბუნებაში უნდა გქონდეს შენ და თუ შენ მარტო იმისთვის რომ იმუშაო და რაღაც გარკვეულეს არასწორი იქნება და ვერ მოხდება კვანძი პაციენტსა და ექიმს შორის. გასაგებია. როხას მომავალი დაჭრილ მდგომარეობაში. ეს ამწოდია ძალიან. უკვე მე თუ მკითხავ, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ძროხასანამ ცოცხალია სანამ დაკლავდნენ. აი მანამდე უნდა აკმაყოფილებდეს კეთილდღეობის ყველა პირობას ასეა მიღება. სხვადასხვა ესეც გავიხსენებ. კარგი, მე მარიამ დავამთავრებინოთ, მაშინ გადაცემა. და არა, ისა მოვაცე უცებლიეთ. ერთხელ ესეთი შემთხვევა გამომიძახეს, მე ძროხაზე არ მუშაობ, მაგრამ აბჭალაში მომიწია გამოძახება და გთხოვეს რომ ნახმარებოდი ძროხას. და ძროხას მოკლედ, როდესაც მატარებლის ვაგონმა, ნუ შეეჯახა მოკლედ ძროხა ვერ მოასწრო და მოტეხილობა ქონდა მეჯბარძაღის მთლიანად. უკვე მე რომ ხმა ვერ ამოვიღეს, სიტყვას კი არ ვთქვი რომ დაკალით, იმიტომ რომ უკვე იქეთკენ მიდიოდა და დავტოვე და წამოვედი ისე, რომ ვიცოდი რომ ძალიან ცუდი დღე ადგებოდა იმ საწყად ძროხას. სწორედ აი იმის მერე მე ძროხებზე მაგ აღარ მუშაობ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გახრა საერთოდ ვეტერინარიაში, როდესაც პაციენტ მუშაობ, რომელიც საკვებად გამოიყენება ძალიან. გასაგებია. მარიამი არის ადამიანი, რომელსაც პირდაპირ შეხება აქვს ცხოველებთან თავისი სამსახურიდან გამომდინარე, მე როგორც ვიცი. მარიამ, თქვენ ასაპირებთ რამის ღონისძიებებს თუ გეგმავთ ან რაღაც მსგავსაგანმანათლებლო კუთხით, ინფორმირების კუთხით, თუნდაც ძალიან ახალგაზრდა ხარ, ვერთან ან ჩვენ სტუდენტებში დარებით და კითხავდი, რომ თუ აპირებთ რაიმე ღონისძიებას მოზარდებში, ბავშვებში ან სხვა კუთხით, რომ უფრო ესეთი ლიბერალური და ჰუმანური დამოკიდებულება იყოს ცხოველების მიმართ. კი, ვაპირებთ, თავშესაფარში იხსნება კინოთეატრი, სადაც შეუძლია ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად მობრძანდეს, მიიღოს ანუ უყურებენ ფილმებს, დოკუმენტურებს, ასევე ჩვეულებრივ რაც არის გადაღებული ფილმები ცხოველებზე და იმედი გვაქვს რომ ეს ცოტათი მაინც შეცვლის რამეს. იქნებიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, უამრავი იქნება მე როგორც ვიცი, ხო? კი. გასაგებია. ძალიან კარგი. კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება, ვადებში თუ გაგავკვეთით ცოტათი მაინც. ვადებში ზუსტად.
გასაგებია. დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და საუბრობდით ასეთ მძიმე სახალისო და ამავდროულად ძალიან საინტერესო თემაზე. შეგახსენოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ თინა ჭავჭავიძე, ცხოველთა უფლებების კომიტეტი, ფსიქოლოგი, ვახტანგ მამალძე, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი, ვეტერინარი ექიმი და მარიამ გორგოშიძე, თამაზალის ბარაშვილის ძაღლთა თემშისაფრის წარმომადგენელი. დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ჩვენს რადიო მსმენელებს, თქვენ უსმენთ რადიოს მედფემ 103.3 დარჩით ჩვენს რადიო ტალღაზე, ჩვენ კი მომავალ ხუთშაბათს პირველ საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა.